მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მოხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ტრაბზონსპორს ზურიკო დავითაშვილის გადაბირებაზე უარი არ უთქვამს და გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს. ამის შესახებ გამოცემა საბახის ჟურნალისტი იუნუს ემრე სელი იტყობინება. ტრაბზონსპორი, რომლის წინადადებაც სენტ-ეტიენმა რამდენიმე დღის წინ არასაკმარისად მიიჩნია, ფრანგულ კლუბთან ზურიკო დავითაშვილის საკითხზე კონტაქტის დამყარებას ისევ გეგმავს, აცხადებს თურქი ჟურნალისტი. როგორც ცნობილია, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ მედიამ ზურიკოს სახელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირა. მათ შორის იყო ტრაბზონსპორიც. თურქული გამოცემები წერდნენ, რომ სენტ-ეტიენი და ტრაბზონი სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. რა თანხას იხდიდა გუნდი ზურიკოს სანაცვლოდ უცნობია. თუმცა მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია ოლიმპიაკოსის წინადადებაზე, რომელიც დავითაშვილს 10.5 მილიონ ევროს და ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონ ევროს იხდიდა, რამაც მწვანეები არ დააკმაყოფილა. მის შემდეგ ფრანგულმა ლეთენსპორტმა დაწერა, რომ ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა და აცნობა, რომ მიმდინარე ზამთარში კლუბის დატოვებით დაინტერესებული არაა. შეცვლის თუ არა კლუბს ქართველი ფეხბურთელი, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ. ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ქვეყნების უმეტესობაში 2 თებერვალს, თურქეთში კი 6 თებერვალს იხურება. ჰაიდენჰამის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ლაიფციგთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი პირველი კითხვა მას ტრავმირებულების, მათ შორის ბუდუ ზივზივაძის მდგომარეობაზე დაუსვეს. კრისტიან კონტე და ბუდუ ზივზივაძე კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადიან და ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაგეხმარებიან. გარდა ამისა, მაიკლ კაუფმანი და კონტე ბოლო დღეების განმავლობაში გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდნენ. ვნახავთ დღეს თუ შეძლებენ ვარჯიშს. ლაიფციგის შემდეგ დორტმუნდს ვეთამაშებით. წინ 2 უდიდესი გამოწვევა გვაქვს. ვოლსბურგთან მატჩი კარგად გამოვიყურებოდით და ახლაც კარგი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. გადამწყვეტი ფაქტორი ინტენსივობა და დაცვაში უსშეცდომო თამაში იქნება. პრესინგში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ცნობისთვის ბუდუ ზივზივაძე მუხლის ტრავმის გამო ჰაიდენჰამის 7 მატჩი გამოტოვა. ბოლოს მან 22 ნოემბერს გლადბახის წინააღმდეგ ითამაშა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 1 გოლია. რაც შეეხება ჰაიდენჰამს, ფრანკ შმიდის გუნდი 13 გოლით ბუნდესლიგის მე-16 ადგილზეა. პორტუგალიურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. სპორტინგში ქართულ ფეხბურთელს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და ავტორიტეტული რეკორდის მიხედვით არის შანსი ზამთარში კლუბი დატოვოს. პორტუგალიური გამოცემის ინფორმაციით, ქოჩოს გადაბირებით მისი ყოფილი კლუბი ლევანტე განიხილავს. ვალენსიელებს მისი იჯარის წესით გაფორმება სურთ. ლევანტეს ქოჩორაშვილით მიმართ ინტერესი რამდენიმე კვირა აქვს და აპირებს უახლოეს დღეებში კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სპორტინგს ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია და არც რაიმე სახის კონტრაქტი შემდგარა. გიორგის პრიორიტეტი ლომების ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა. რეკორდის ცნობით რუი ბორჟესმა მას რამდენჯერმე განუცხადა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გიორგის არ სურს კარიერულად უკან დაიხიოს. ქართულ ფეხბურთელს სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ტრანსფერ მარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა. ქოჩო ლევანტეს ღირსებას 2020-დან 25 წლამდე იცავდა და ვალენსიელებს ლა ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა. ბრიტანული გამოცემა ლივერპულ ვორდი ლივერპულის შესახებ წერს და მერსისაიდელთა შეტევაში გარემარბის პრობლემას უსვამს ხაზს, რომელიც ზოგადად თანამედროვე ფეხბურთშია. ლივერპულ ვორდი ხვიჩაკვარაცხელიას ახსენებს და მას იშვიათ გარემარბად მოიხსენიებს. თანამედროვე ფეხბურთის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი ზედმეტად ორგანიზებული და ტაქტიკური გახდა. თამაში ინდივიდუალისტი და თავისუფალი სტილის მქონე მოთამაშეები სულ უფრო იშვიათად ხვდებიან, რადგან არსებულ სისტემებში მწვრთნელებს აღარ აქვთ ადგილი ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორიც ხვიჩაკვარაცხელია. ტრადიციული ათინოვრები კი სულ უფრო მეტად ქრებიან.
გარემარბებს აძლევენ მითითებას, რომ ნაკლებად გარისკონ. შეინარჩუნონ ბურთის ფლობა მცველთან პირისპირ შესვლის ნაცვლად და მათ აღარ აქვთ თავისუფლება, რომ მოედანზე რაიმე განსაკუთრებული შექმნან. არნე სლოტის შემადგენლობაში მხოლოდ რიო შეიძლება ჩაითვალოს ისეთ მოთამაშედ, რომელსაც დრიბლინგითა და მცველებზე შეტევით არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლივერპულმა იან დიომანდეს მიმართ ინტერესი უნდა გააგრძელოს. მას კვარაცხელიას ადარებენ. მისი სტილის მოთამაშეა. ლაიფციგის გარემარბი ორივე ფეხს თანაბრად ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ერთნაირად კარგად შეუძლია დარტყმა ან ჩაწოდება, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფეხით. თუ ამას მის ელვისებურ სისწრაფესაც დაუმატებთ, ის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია. შეუძლია ბურთი მოედნის ცენტრში მიიღოს და მეტოქის რიგებში ქაოსი დათესოს. კვარას გადმოყვანა საოცრება იქნებოდა, მაგრამ ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ოპერაციაა. აღნიშნული გამოცემა ხვიჩას გარდა ლივერპულის მისივე თავკაც ლუის ენრიკეს უკავშირებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მერსისაიდული გუნდი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მსგავსად ვერ თამაშობს. ამის უმთავრესი მიზეზი კი არნე სლოტია. ლივერპულმა კრიზისი ასე თუ ისე დაძლია, თუმცა გუნდი თავის თავს მაინც არ გავს. კლუბში მწვრთნელის ცენტრალური ადგილი აღარ უკავია. პრობლემის გამოსასწორებლად კი იდეალური ვარიანტი ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკეა. იგი ახლა PSG-ს ვწვდის, თუმცა სამუშაო ადგილის შესვლას არ გამორიცხავს. მისი და ხვიჩას ტანდემის პარიზიდან ლივერპულში გადმოტანა ყველა მერსისაიდელის ოცნებაა, რომლის ასრულებაც ურთულესია, მაგრამ არა შეუძლებელი. ცნობისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ის 18 ტურის შემდეგ პარი სენ-ჟერმენს 42 გოლა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იგავებს. PSG მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს ნიუკასლის წინააღმდეგ გამართავს. ასმა ვილიარეალის ქართულ ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ყვითელი წყალქვეშა ნავის მოლოდინებზე აქცენტირებს და მიქაუტაძის ტრანსფერის მნიშვნელობაზე საუბრობს. გიორგი მიქაუტაძის გაფორმება ვილიარეალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია. ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის ეს სტრატეგიული ინვესტიცია იყო, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს მიღმა. კლუბი მისგან მაღალი დონის თამაშს ელოდება, რაც ერთ მხრივ გუნდის დახმარება, მეორე მხრივ კი მისი საბაზრო ღირებულების გაზრდაა. მართალია ვილიარეალის მთავარი მიზანი მაღალი დონის ჩემპიონთა ლიგის კალიბრის თავდასხმელის პოვნა იყო, თუმცა კლუბისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მიქაუტაძემ დონე შეინარჩუნოს და 30 მილიონიანი ინვესტიცია წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს. სეზონის წარზე მას სტაბილურობა აკლდა და ხარისხს მხოლოდ ცალკეულ შეხვედრებში აჩვენებდა. მისგან მეც ელოდებიან, თუმცა 2026 წლის პირველი მატჩი იმედის მომცემი აღმოჩნდა. მიქაუტაძე თანაგუნდელებს უკეთ უგებს და ვილიარეალის სათამაშო რიტმსა და სტილს უკეთ ერგება. ამ ეტაპზე მას 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა აქვს, რაც ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვილიარეალის მოლოდინებს ჩამოუვარდება. როდესაც მარსელინიო გარსია ტორალს მიქაუტაძეზე კითხეს, მან განაცხადა, რომ გიორგისთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო. მარსელინიოს თქმით ნორმალურია, რომ ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის საზღვრებს მიღმა, თამაშის უარყოფითი გამოცდილება აქვს, ადაპტაციის დრო დასჭირდეს. წერს ასიმ. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლა-ლიგის 12 მატჩი 7 საგოლე მოქმედება მიითვალა, 4 გოლი და 3 საგოლებასი. გიორგიმ ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ესპანეთის თასის 3 მატჩში კი 1 გოლი. იტალიელმა ინსაიდერმა ნიკოლოს კირამ საბა გოგლიჩიძეს შესახებ კიდევ ერთხელ დაწერა. მისი ინფორმაციით უოტფორდმა საბას მიმართ ინტერესი გამოხატა. საუბარია 6 თვიანი ჯარაზე. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ფეხბურთელის გამოსყიდვა არ განიხილება. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში სკირიამ უკვე დაწერა, რომ საბას კოსტარუნიაიჩის გეგმებში ცენტრალური ადგილი აღარ უკავია და მისი წასვლა რეალურია. მოლაპარაკებას ის ფაქტორი გაამარტივებს, რომ ოტფორდსა და უდინეზეს ერთი მფლობელი ყავთ. მათ შორის ფეხბურთელების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ტრანსფერი შედგა, საბა ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტადისა და ნიკოლოს ჩიქოვანის თანაგუნდელი გახდება, რაც ქართველი გულშემატკივარისთვის ძალიან საინტერესო ამბავია. ცნობისთვის გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში ბოლოს იუვენტუსთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზეს მაისურით მხოლოდ ერთხელ ნაპოლისთან მატჩი რამდენიმე წუთით ითამაშა. გოგლიჩიძეს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში დაიწერა, რომ მისი ტორინო და ბოლონიაა დაინტერესებული, ხოლო ტრანსფერმარკეტზე საბას საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო სამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.